Oi, carga minha. მე საქონელი ხავსახში და მოსავლელი მაქვს ყველაფერი და მე მიყავდა. ამერიკე შემდეგი რეალურია ეს, ხა? მოულოდნელად მოვიდა სინათლე. მაღალი ძაფს და რა შეიძლება ითქვას, ძალიან შეშფოთებულები ვართ გუშინდელ ამბავთან დაკავშირებით. მთელი აპარატურა რაც კი გაგვაჩნდა, თლად გადაიწყო, კომპიუტერები სულ აფეთქდა. ნუ თუ არ არის არავინ ამის მომხედი. საერთოდ აი ხალხმა ძლივს რაღაც განმარტებით შეძლეს გამოტანა ამ აპარატურისა და ასე მოულოდნელად თავიანთი უნიათო დაუდევარი საქციელის გამო აი ეს ამბავი მოხდა. დილის 9 საათი იქნებოდა, ტელევიზორი ჩავრთე და ანტენები დაგვიყენეს, სულ ერთი კვირა არც არის, ხელშეკრულება დაგვიდეს, დენზე არის თებში ანტენები და ჩართვა იყო ტელევიზორისა და ანტენისა, რომ უცბად ხმა იყო. სუნი გაუშვა და დაიწვა ესე ანტენაც და ტელევიზორიც. ტელეფონი მქონდა კიდე შეერთებული ისიც. დიდძალი ტექნიკა დაიწვა მოსახლეობას, დაიწვა კომპიუტერები, წყლის მატორები, მაცივრები. ტელევიზორები და მოვითხოვთ ელექტროპრო ჯორჯიასთან, რომ აგვინაწავროს ეს ზარალი. თუ დავკავშირდით ენერგოპრო ჯორჯიას ხელმძღვანელს ან ვინმეს და თუ სწავეთ დახმარება. კი, გუშინ იყვნენ მოსულები, გვითხრეს რომ შეიქმნება კომისია, მაქსიმალურად დღეს, მეორე დღეს და ანაზღაურდება, აიღწევა ვის რა ტექნიკა დაეწვა და გაგვიწევენ დახმარებას. არავინ არ აჩენს. გამგებელიც იყო, მე მგონი ამ დახმარება შეგვპირდა. დღეს მთელი დღე არავინ არ გამოჩენილა. დაახლოებით რამდენი ოჯახი ხართ? მთლიანი ქუჩა? კი. ესე იგი ეს სუხიშვილის ქუჩა ხო მთლიანად და კორპუსებიც არის იგი. დიდი ბახაბუხიასტე ხარ და თქვარა და ტემპუჩი ტელევიზორში ჩავთავ, ისეთი ბოლიგება სულ პამლში და ვარიანტებში გაიხვა. აი პირადად მე 125 ვარ მეკრეცი. რავი, აი ის აუცილებელი, აი მოტორი, რომლითაც წყალი ამოყავს. კიბერზე გადავიღო, გადალაგა. სინათლე ვარ კიბერზე ვერ დავდივარ. რითი ვიყო?